როდესმე გიფიქრია, როგორ მოქმედებს ჩვენს ტვინზე ტაროსთან მუშაობა. დღეს მოგიყვები ამაზე. ტაროსთან მუშაობის დროს აქტიურდება ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც დაკავშირებულია წარმოსახვის უნართან, კრეატიულობასთან და ინტუიციასთან. ეს თავის მხრივ გვეხმარება, რომ უფრო მეტად დავკავშირდეთ ჩვენს ინტუიციასთან, გავომიმუშავოთ ინოვაციური იდეები და ვიყოთ უფრო მეტად კრეატიული. შფოთვის შემცირება. თუ ტაროსთან კორექტულად ვმუშაობთ, ის გვეხმარება, რომ შევემციროთ შფოთვა, რაც გულისხმობს იმას, რომ ტაროსთან მუშაობა, ტაროს ინტერპრეტაცია უდრის მედიტაციას, რაც ამცირებს ამ მიგდალაში აქტიურობას, ტვინის იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ემოციებთან, შფოთვებთან, ხო? რის შედეგად თავს უფრო მეტად მშვიდად, კომფორტულად ვგრძნობ. ტარო გვეხმარება, რომ უფრო უკეთ შევისწავლოთ, შევიცნებოთ საკუთარი თავი. ის აქტიურებს ტვინის პრეფრონტალურ ქერქს, რაც დაკავშირებულია ლოგიკასთან, ანალიტიკურ აზროვნებასთან. დასკვნა. ტარო არ არის ჯადოსნური ინსტრუმენტი, არამედ ეს არის არჩეულებული ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში და გაცნობაში.